ტრირაძე ვარ. სოციალური მომსახურების სააგენტოში ქალაქის მერის ბრალდებებს უარყოფენ. სააგენტოს ხელმძღვანელი თავის არგუმენტებს აყალიბებს, რა გამოხმაურება მოყვა გიგი უგლავას განცხადებას. ნატა მახვილაძე განაგრძობს თემას, ნატა გისმენთ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ არანაირი კანონდარღვევა არ მომხდარა ის ადამიანები, რომლებიც იღებენ პენსიას, თუმცა პარალელურ რეჟიმში იღებენ ასევე ხელფას საჯარო სამსახურებიდან, ბუნებრივია მათ ავტომატურად ეხსნებათ ეს პენსია. ეს კანონი მოქმედებს 2006 წლიდან, თუმცა აღსრულება ძველი მთავრობის პირობებში ახდებოდა. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია. ის მზად არის, რომ შეხვდეს მერის სამსახურებს და დეტალურად თითოეული ადამიანის ბიოგრაფია გაიაროს მასთან ერთად. ჩვენ არ მოგვირჩევი ამ ხანაგობის თავმჯდომარე ეს განვითარდა ზოგადი პროცესი კანონის შესაბამისად თუ სოციალური დახმარება ვინმეს არ ეკუთვნოდა ის არის ვერც მიიღებს ამ სოციალურ დახმარებას. რაც შეეხება პენსიების საკითხს საპენსიო კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც მიღებული 2006 წელს პიროვნება, რომელიც რეგულირებს შრომის ანაზღაურებას საჯარო სამსახურიდან ვერ უნდა ღებულობდეს პენსიას. აქამდე რატომ არ ხდებოდა ამ ფრის ამოქმედება თუ 2006 წლიდან მოქმედებს ეს კანონი? არ მოქმედებდა 2006 წლიდან ეს კითხვა ჩვენ მთავრობას რატო არ მოქმედებდა და ყველა წლის ბოლოს მთავრობა ახდენდა ლეგალიზაციას, ეს იმას ნიშნავდა ჩამოწერას აი ამ ვალდებულების იმის ვალდებულების რომ უკანონოდ ხონდა ფაქტიურად ვიღაცას პენსია მიღებული და ამით ჩამოწერა ხდებოდა. ჩვენ ვართ თუ რაიმე როგორც ჩანს მერიას აქვს გარკვეული შეკითხვები, შევხვდეთ მერის სოციალურ სამსახურს, გავიაროთ თითოეულ პიროვნებასთან მიმართებაში საერთოდ ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით ვითანამშრომლობთ. გადახედოს არ ექვემდებარა რა შეიძლება. ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება, რომ კანონი ჩვენ თვითონ კანონის მიხედვით არის, თუ დაგვარწმუნებენ, შეიძლება შეიცვალოს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს ასევე საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი განმარტავს, რომ მას არანაირი თანამშრომლობა არ ჰქონია სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და ამას არანაირი კავშირი არ აქვს მის გადაწყვეტილებასთან, რომელიც ეხება ამხანაგობის თავმჯდომარეებისთვის წახალისების შეჩერებას. ის ამბობს, რომ წესი იყო მანკიერი და შესაბამისად უნდა მოხდეს ამ წესის გადახედვა. გარდა ამისა, ირაკლი შიხიაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ის 10 მილიონი, რომელიც სხვადასხვა გამგეობებს შეუჩერდათ დაფინანსება, ამ მხრივ გამგეობებს არ დაუბრუნდებათ, ვინაიდან ეს 10 მილიონი მიიმართა სხვა პროექტების განსახორციელებად, კერძოდ როგორიც არის მწვავე ავარიული სახლების გამაგრება და შეკეთება. ქალაქის მერი გიგი ყალიბდება როგორც პროფესიონალი დემაგოგი. მინდა უთხრა ხანაგობის თავმჯდომარებს, რომ ჩვენ წესი არ გაგვიუქმებია, ჩვენ წესი შევაჩერეთ. იმიტომ რომ მისი დისკრეციის უფლება მხოლოდ იმაზე იყო დამოკიდებული, რა ხასიათზე იქნებოდა გამგებელი. ვისაც უნდა დახალისებდა და ვისაც უნდა არა. ამისთან ისტერიკა როა კატეხილი 2 კვარტალია თეთრი არ გაცემულა წახალისებაში. ვინ უშლიდა ხელს წახალისების? ცერთ იცის ას ლაპარაკობს. საკრებულო რაშუაში ამ თემასთან. ერთმანეთს გადამული ჯაჭვი ეხლა სხვა უწყება რაღაც გადაწყვეტილებას იღებს, შეიძლება გამიჯნოთ ისაუბროს ადამიანმა ერთს და მეორეს. საკრებულო არანაირ კავშირში და ვერანაირ კავშირში ვერ იქნება იმ უწყებასთან და მასთან ტანდემში მithumedes ვერ მიიღოს ესეთ გადაწყვეტილებას. თუ რა ხდებოდა, როგორ ხდება შესაბამისად იმ უწყებასთან მოიკითხოს და მეც მოვიკითხო ბუნებრივია ამ თემას. ეს ხომ უტოპიური განცხადებებია. ხვალ ამ სიმართლესთან მოუწევს თვალის გასწორება. ერთმნიშვნელოვნად ტყუილია განცხადება იმის შესახებ, რომ ამხანაგობის პროგრამისთვის მოკლებული 10 მილიონი ლარი, ეს იყო ახალისებისთვის გათვალისწინებული თანხა, ეს იყო მთლიანად პროგრამის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის გათვალისწინებული თანხა. ამ 10 მილიონი ლარის ჩამოკლებით შედეგად მივიღეთ ის, რომ აგვისტოში შევძლებთ და დაფინანსდა მხოლოდ 40% შემოსული განაცხადების, ხოლო სექტემბრის შემდეგ თბილისის 8 გამგეობა საერთოდ ვეღარ შეძლებს განაცხადების მიღებას და დაფინანსებას. ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაემართება კონსულტაციები სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელსა და მერის სამსახურებს შორის. მადლობთ ნატა მახვილაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.